სახალხო დამცველობისას ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომელიც საბაბად აიღო ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ შექმნა NGO, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა და კორუფციის მხილების შიში არის ის მთავარი მიზეზი, რაც ბრიუსელის მხრიდან გამჭვირვალობის კანონზე ასეთ წინააღმდეგობას განაპირობებს. ნუ სააკაშვილის მოწამვლიდან აქციის მონაწილეების მოწამვლამდე ხედავთ ორ ყალბ კამპანიას. ნუ ხა ეს ადამიანები ქიმიასთან რომ მარცხდებიან ყოველ ჯერზე, მე მგონი ჯობია რომ რაღაც სხვა გზას დაადგნენ, იმიტომ რომ როგორც სააკაშვილის დროს გვახსოვს ის დასკვნა კი არა, ნობელის პრემიის ლაურეატები ჩამოიყვანეთო, იმას გვეუბნებოდნენ. დაგვადგა მთელი ბრიუსელი, მთელი ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს რომ კვდება ადამიანი, მორჩა, მოწამლე თქვენ კლავთ და გადმოგვეცით ახლა ჩვენ. როდესაც ამოეწურა ვადა სახალხო დამცველობის, ჩამოაყალიბა NGO და გარგასულა რამდენიმე კვირაც მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბდასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, მიიღო როგორც ჩანს ეს იყო მის ჯილდო, რომელიც მან დაიმსახურა თავისი ყალბი დასკვნებისთვის, მიიღო მილიონობით დაფინანსება. ეს დაფინანსება შენ გამოიყენა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, გახსოვთ 2024 წელს პირდაპირ აგიტაციაში იყო ჩართული, ასე რომ პირდაპირ ჩანს ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არის ის მუსიკოსები, რომელიც ასრულებენ ამ დაკვეთილ მუსიკას. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უკვე მერამდენეთ, მაგრამ ამჯერადაც ნახა სწორედ ეს თავხედური მცდელობა, როგორც ცდილობენ პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარი როლის ბოროტად გამოყენებას და ტყუილების გავრცელებას. ეს არის რაღაც, არ ვიცი, შეგვიძლია მისი კიდე ეს განცხადება მივიღოთ კიდევ ერთი ცნობა და ჩავაგდოთ აი ტყუილების ყულაბაში, რასაც ეს კალბატონი მის კოლეგებთან ერთად აგროვებს უკვე მერამდენე წელია სხვადასხვა პოზიციაზე კიდევ ერთხელ საკუთარი პოზიციების ბოროტად გამოყენებით. და მე რა ხდება ამ ტყუილებით ატყუებს საზოგადოებას, შეცდომაში შეყავს საერთაშორისო საზოგადოებას და საბოლოო ჯამში ისევ იმ მიზნით რომ მიიღოს ქვეყანამ, სახელმწიფომ, საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი.